28 ნოემბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად აქტიურად ჩავერთე საპროტესტო აქციებში, მათ შორის ამოგუგუნდა YouTube არხი კიაფი, სადაც ერთ-ერთი გადაცემა თათოს ჟურნალში მიუძღვენი პროტესტის ფორმებს. და მაშინ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რეჟისორებისთვის გვეკითხა, რა ჟანრში იყო მაშინ პროტესტი. ძალიან ბევრი კარგი პასუხი მოვისმინეთ, როგორ ამრავალფეროვნებს ზოგადად პროტესტს არამხოლოდ უბრალოდ ქუჩაში გამოსვლა, არამედ ის პერფორმანსები, რომელიც ჩვენს ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობდა და მაშინ ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ, რომ ქართველები რომ ნიჭიერი ხალხი ვართ, ეგ პროტესტმა მე მგონი ყველაზე კარგად გამოაჩინა, იმიტომ რომ ყველამ თავის ნიშა რუსთაველზე მაშინ იპოვა. ეს არის თემა, რომელზეც მინდა რომ დღეს ვილაპარაკოთ და რადგან 26 მაისიც ახლოვდება დღე, რომელიც არამხოლოდ ის რომ ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დღე, არამედ მნიშვნელოვანი დღე ამ საპროტესტო მუხტისთვისაც, რომელსაც უკვე 170 დღეზე მეტია თვალს ვადევნებ და ვართ მონაწილეები და დღეს ამ თემაზე სასაუბროთ. მინდა რომ მარიამ ნოზაძე წარმოგიდგინოთ. სამოქალაქო აქტივისტი, ლიტერატურად მცოდნე და მთარგმნელი და კიდე სხვა ბევრი ტიტულის მფლობელი. და ბექა შენც ხომ არ დამატებდი? მოგესალმებით. პროტესტზე რადგან ვსაუბრობთ, უცებ თავში გამიარა ჩემი როგორც რეპორტიორის გამოცდილებამ რა. ანუ ფაქტობრივად ჩემი მთელი გამოცდილება ესე მიყვება ამ საპროტესტო გამოსვლას. სტაჟიორი ვიყავი IPN-ში. დავიწყე, ეგ ყველაფერი ხდებოდა 2009 წლის აპრილის საკნების აქციები რო იყო მანდედან რა. მაგის შემდეგ რაც კი ამ ქვეყანაში მომხდარა ანუ ყველაფრის თვითმხილველი ვარ. ასევე კი ერთდები მაგაში. აქედან გამომდინარე, ხო ანუ ცოტა კიდევ სხვა თვალით ვუყურებ ხოლმე საპროტესტო გამოსვლებს და რაღაცნაირად ეს ჩამოგვიყალიბდა უკვე როგორც რეპორტიორებს, რადგან ნავით დღე, ღამე, კვირა, თვე, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რადგან გვინახავს და გაგვივლია. უკვე რაღაც წინასწარ პროგნოზების გაკეთებასაც რაღაცნაირად ვახერხებთ ხოლმე რა, რომ აბა ეხა ეს რო გამოვა, როგორ აიტაცებს ხალხი, აბა ეს რაღაცა პერფორმანსი რო იქნება, ვთქვათ, ამას რა შედეგი შეიძლება მოყვეს. ვინ როგორ რეაგირებს სხვადასხვა დროს, ვთქვათ, რა როგორ მუშაობდა, რა არის ეფექტური, რა ნაკლებად ეფექტური და ნუ აი ამ ყველაფერს რაღაც ცოტა სხვა თვალით ვუყურებთ ხოლმე კიდევ ჩვენ. მგონია რომ საინტერესო საუბარი გვექნება, ალბათ ვილაპარაკებთ ძლიერ მხარეებზეც, სუსტ მხარეებზეც მიღებულ გამოცდილებაზე, რაც ან თქვენ დაგიგროვდათ მაგალითად პირადად. რაღაცა აი მარიამ საინტერესოა იმით, რომ არ არის მხოლოდ ამ პროტესტის მონაწილე, მარიამი, მგონი ერთი ბოლო 6 წელია რუსთაველზე დგას, ანუ ბევრი რამ გამოიარა და ძალიან საინტერესოა. არა მარტო საქართველოში ვარ პროტესტის მონაწილე, ქართულ თემაზეც ბევრი, მაგრამ ნუ მოვყვები მაგას, აი შესავალიც მინდა ვთქვა, აი პროტესტის ფორმებზე მოვყვები მაგ ყველაფერს ჩემს. ოღონდ მინდა რომ დავიწყოთ 26 მაისით, ხო, რახან წინ გვაქვს 26 მაისი. გარდა იმისა, რომ ხა ტექნიკურად გვაინტერესებს რაღაცა ლოკაციები რა როგორ იქნება, ეგ ჩემი ყავა აფეკა, ღმერთმა შეგარგოს. ორი მექნება. ანუ იმ კაცმა სხვისი ჭიქი და რო დალია, იცი ხოლმე რაც მოხდა. კაი. კარგი. მეცია. ხო, მოდი, მინდა რომ დავიწყოთ 26 მაისით, გარდა იმისა, რომ ტექნიკური ნაწილიც გვაინტერესებს რა როდის, როგორ, ვინ რას გააკეთებს. ზოგადად შეფასების ნაწილიც მაინტერესებს, რატომ არის ამ დღეზე დაფუძნებული პროტესტი უფრო დიდი მუხტის მომცემი, ვიდრე მაგალითად წინა სხვა არაისტორიულ დღეებში. მუდმივი პროტესტი არის რუსთაველზე, მაგრამ თან გვიახლოვდება ეს ისტორიული თარიღი, რომელიც დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღია და ყველა ჯგუფი მართლა ისე დაალაგდა, რომ ყველა ჯგუფმა ერთმანეთს დავუკავშირდით ამ შემთხვევაში და თქვენს რომ აი რაღაცა გვინდა უნდა გავაკეთოთ. ანუ ყველა ჯგუფს რომელსაც გზადაგზას დავასახელებ, ყველას უნდა რომ თავისი კონტრიბუცია ჩამოვიდეს ამ 26 მაისს, გამოჩნდეს კიდე ერთხელ მოვიდეს რუსთაველზე, ზოგმა ვთქვათ მოიტანოს რაღაცა გამოფენის ნაწილი, ზოგმა ბანერი, ზოგმა მსვლელობა გამართოს, ზოგმა სტენდი დადგას, ზოგმა ფილმი გაუშვას, ზოგმა ნახატი დახატოს იქ და ასე შემდეგ. ესეთი
გადაწყვეტილება, აი ნელ-ნელა შეკოწიწდა ის ჯგუფი, რომელიც ამ ერთმანეთს გავაგებინეთ, რომ ამისი გაკეთება გვინდა და დიდი ხანი არის უკვე რაც ვთქვათ გაზიარდა საერთო რაღაც სურვილები, იქნება მოკლედ 26-ში რაღაც ჩვენ გვინდა რომ თავიდან გვინდა რომ მთელი დღე რამდენად შესაძლებელი არის საპროტესტო ფორმატმა დაიკავოს რუსთაველი ჩვენი სურვილი იყო რომ 12-დან, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება 12 საათს გულისხმობ ხო რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ცოტა ზემოთ გადაიწიოს, ან 3-დან დაიწყოს, შევთავაზეთ რომ 3-დან დაიწყება. გვინდა რომ ტროტუარზე, ანუ საფეხმავლო ნაწილზე იყოს სხვადასხვა ტიპის ბანერები, გამოფენა და სხვადასხვა აქტივობები და მათ შორის საბავშვო სივრცე, ანუ რაღაცას რუსთაველი მერიოტიდან მოაზრებული გვაქვს, რომ მერიოტიდან გადაიკეტილი იქნება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლოკაციამდე და ტროტუარზე განაწილებული იქნება სხვადასხვა ტიპის აქტივობები. როგორც არის თქვათ გამოფენა, პატიმრებისთვის წერილების შეგროვება, მართლა ეს საბავშვო სივრცე, რაღაც სხვადასხვა ტიპის დახli, სტენდი, რომ თქვათ პოლიტიკურ პარტიებსაც უნდათ, რომ თავისი ან კარავიან სტენდი დადგან და თქვათ მოქალაქეებს ეკონტაქტონ ან რაღაც შეხვდნენ ხალხს, რაღაც ტიპის მოკეთ კომუნიკაცია იქონიოს საზოგადოებასთან. დაგეგმილი არის ერთი რომელიც ძალიან მომწონს ეგიდეა და თავიდანვე ყოველს მოეწონა პირველი რესპუბლიკის ანალოგიური აღლუმი, რომ აღლუმის ტიპის მსვლელობა, ანუ მარში არ არის მთლად, ამას წინაპრების პლატფორმიდან წამოვიდა ეს იდეა და SOLAB-თან დაკავშირდნენ და SOLAB-ის კომუნიკაცია და ნუ მოკეთ ხელშეწყობით შინაარსის თვალსაზრისით, რომ როგორ წარიმართოს ზუსტად SOLAB-ის წარმომადგენლები არიან ჩართული მაგაში და გვინდა რომ იყოს 100 გოგონას მსვლელობა, რომელსაც ეცმება ჩინდისფერი მაისურები, ამის ქარდი დევს უკვე, ანუ არის მედიაში, ჩინდისფერი მაისურები და ეს ბერეტები ექნებათ იმ წინა მარშის ანალოგიით. ერთადერთი ფიქსირებული საათი, ესე იგი რაც გქონდა, არის დამოუკიდებლობის დეკლარაციის წაკითხვა 1918 წლის 26 მაისს იყო 15 საათსა და 10 წუთზე. და ტრადიციულად, რომელიც მე არ მახსოვდა პირადად, მაგრამ ტრადიციულად 17 საათსა და 10 წუთზე შეცდომით. 17 საათსა და 10 წუთზე კითხულობენ თურმე ისტორიკოსები ან მათი შთამომავლები ამ აქტს ისედაც რამდენიმე წინ აღდგა ეგ. კი, აღდგა ეს რიტუალი ხო. მოსწავლე ახალგაზრდობის. კი, და ეხლაც იქნება ამისი წაკითხვა, ანუ ეს გოგონათა აღლუმის ან მსვლელობის ფინალი იქნება ის, რომ 17 საათს და 10 წუთზე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წინ იდგნენ და წაიკითხოს, ჯერ არ ვიცით ზუსტად ვინ წაიკითხავს, მაგრამ შეიძლება ან SOLAB-ის თანამშრომლობა ან მოკეთ გაირკვევა ვინ წაიკითხავს საბოლოოდ. ერთი ვერსიით გვინდოდა რომ პატიმრების რეჟიმის ტყვეებს წაიკითხათ, ანუ ციხეს ჩანაწერი ქონოდა. საინტერესო იქნება და შეიძლება ეგ არ გამოვიდეს, იმიტომ რომ მე რომ ეს იდეა გაგვიჩნდა, მე რომ მოვიკითხეთ ზოგს ამოწურული აქვს ეს წუთები. ზოგი თქვათ დედა ან მამა ვერ ჩაწერს სპიკერზე კარგად, ანუ შეიძლება ანუ ხარისხი არ იყოს. ზოგმა თქვა ერთი ზოგის აზრი იყო, მე ამაზე დავაიყო კიდე რომ ამ დეკლარაციაში წერია რომ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს საქართველოს მესამე პუნქტი არის ეს იმ კონტექსტიდან განპირობებული და ეხლა ჩვენ რა ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ ეხლა რაზე ლაპარაკი ხო და ანუ ამ კონტექსტს არ ესადაგება და თუ ორიგინალ ტექსტს კითხულობ მაშინ ეს ნეიტრალიტეტიც უნდა ახსენო არ გვინდოდა მე რომ ეს ნეიტრალიტეტი ვახსენოთ იმიტომ რომ რაღაც უხერხულობა ან გაუგებრობა არ გამოიწვიოს და მოკეთ ამაზე იყო რაღაც დავები რომ ზოგს არ უნდა მოკეთ ეს ნეიტრალიტეტის ხსენება ოკეი არ უნდათ მოკეთ სულ ერთია საბოლოოდ ვინმე წაიკითხავს აუცილებლად დამოკიდებულებას. ჩვენც ბოლოს თუ გინდათ და ჩვენ ყველა უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ სანახაობრივი იქნება ეს. გარდა იმისა, რომ ეს არის აღლუმის ისტორიული ფაქტის გაცოცხლება, კიდევ რა დატვირთვა აქვს ამ პროტესტის ხო, 26 აი ამ თემატიკის შემოტანას. ნუ პირველი რესპუბლიკის მე მგონი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ამისი მიზანი, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო ჩვენ, ანუ საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლებმა, არამედ
სხვა ანუ თქვა წინააღმდეგობის პლატფორმამ სალომე ზურაბიშვილის ანუ თავსნობით ყველა რაღაც თვალსაზრისით შეჯერდა რომ ჩვენ დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი და რადგან და ამის გამო შედგა ის headline-ი საქართველოს ისევ გიცავ რომელიც ახლა ამისი თიზერები უკვე ჩაშვებულია მედიაში და ეს მესიჯი არის რაც გვაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი ანუ ერთმანეთისთვისაც გვაქვს სათქმელი ანუ რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ და საქართველოს როგორი სახელმწიფო გვინდა გქონდეს ამისი დანახება გვინდა ერთმანეთისთვის და საზოგადოებისთვის 26-ში იმიტომ რომ გვინდა რომ იყოს რაღაც ტიპის ზეიმიც და პროტესტიც ერთდროულად და ის მესიჯი რომ საქართველოს დამოუკიდებლობის საფრთხის ქვეშ არის მთავარი მესიჯი რაც გვინდა ვთქვათ რომ საქართველოს დაცვა ჭირდება არავის არ უნდა აქ რუსეთის გუბერნიად ვიქცეთ და ეს პათოსი ვფიქრობ რომ ყველას გააზრებული აქვს ვინც თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა 26 მაისის მსვლელობებში ანუ ამბებში მოკლედ აი ეგ იყო ანუ დაცვის ამბავი თვითონ headline-ი ეგ იყო. მე ძალიან ველოდები 26. სხვა რაღაცებიც იქნება, ანუ ეს მე აქამდე მოვყევი შემდგომ თქვათ მარშები არის დაგეგმილი, ფილმის ჩვენება არის დაგეგმილი, ჯერჯერობით ვიცით რომ სუხიშვილებს უნდათ რომ ასე რამე პერფორმანსი შემოგთავაზონ, იმედია რომ ყველაფერი რაც დაიწერა რომ ამას ვიზამთ, ყველაფერი იმედია გამოვა, ანუ და სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოვა ასევე, ესეც ვიცით, ევროპარლამენტარებისგანაც ველოდებით ჩანაწერს ან მოკეთ ჩვენ გვინდა რომ რამდენიმე პარლამენტართან ან პოლიტიკოსთან არის კომუნიკაცია რომ მოგვილოცონ ჩვენ ოღონდ ხალხს და არა მთავრობას არ ლეგიტიმურ მთავრობას რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ანუ არჩევნების შედეგებს მოგეხსენებათ ხო ანუ ესეც მუშავდება ანუ ჩვენ რაღაცა აქტივისტური ფლანგი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მუშაობს იმაზე რომ ანუ ჩვენი მომხრე დასავლელი პარტნიორები იყვნენ წარმოდგენილი რამდენად შესაძლებელი იქნება 26-ში. ნუ ჩანაწერების სახით, ანუ მიძღვნების სიტყვის მიმართვის თვალსაზრისით, ანუ ანუ ამ გეგმის მიხედვით რუსთაველი არის ხალხის. რუსთაველი არის ხალხის, კი. ამ მე მგონი ეგ არ იცვლება, ხო? არა, არ იცვლება. გეგმები, ხო, ეგ არ იქნება შეცვლილი. წეგან ვახსენეთ რაღაც პერფორმანსები, მათ შორის სუხიშვილები რო ახსენე, პირველი რაც გამახსენდა ამ აქციებიდან მახსოვს ხორუმი, ხო? ეგ არის დაპირება, კი. ეგ დაპირებაა, კი. რომელიც იყო იმდენად სახალხო, რომ ვერ წარმოვიდგნენ, მე ვგიჟდები ხოლმე ფლეშმობების ყურებაზე და მაგრამ ვიცი რომ ფლეშმობი არის დადგმული, ანუ ადამიანები იკრიბებიან, ვარჯიშობენ, მეცადინეობენ, წუთი წამიღო კადრი, ყველაფერი გათვლილია და უცებ ნახე ხორუმი, რომელშიც ისე ჩაერთო ხალხი, რომ ყველა ვიყავით სუხიშვილების, ნუ თეადარჩი ასე იყო, ეს ახლა მოდი ვაღიაროთ, არ იყო მარტო სუხიშვილების, მაგრამ აი რაღაცა თანამოზიარე გავხდით ძალიან მარტივად. ამ ნაწილზე მინდა რომ გადავიდეთ ასეთი პერფორმანსების შემოტანა. ბევრი ვნახეთ. მე რომელიც აი ესე მკვეთრად მახსენდება ამ აქციებიდან იყო ახალი წელი, იყო ხორუმი, იყო კუბოს დაწვა. ხო, რომელიც ძალიან თვალშისაცემი იყო. ბიძინას დაბადების დღესაც მეც ძალიან ლამაზი ბანერით ვიყავი წარმოდგენილი. აბა რა ეწერა ჩემ ბანერს? მოიცადე. შენს დაბადებას შუშხუნები არ მაყოლი, აი იყო ჩემი ბანერი. ის რო ჩამოატარეს ხარება. ხო ეგ ხარებაც ბიძინას დაბადების დღე იყო. ხარება რო ჩამატარეს ბიძინას დაბადების დღე იყო. ხო და მე ბევრისგან მახსოვს სხვათა შორის ბიძინას დაბადების დღის მერე სოციალურ ქსელში იწერებოდა ხოლმე ეგეთი ტექსტები, რომ ეგ ყველაფერი გავიგეთ ახლა სანახაობრივად კარგია, მაგრამ საქმეს არ შველის. შენ მინდა რომ აგვიხსნა, რატო შველის ეს ყველაფერი საქმეს და რამდენად მნიშვნელოვანია პროტესტში ასეთი დეტალების შემოტანა. კი, საერთოდ მეც ცოტა მართლა შესავლის იმით ვიტყვი, რომ ჩემი ინტერესი აქტივიზმის მიმართ, ნუ გარდა უსამართლობასთან ბრძოლისა, რომელიც ანუ ცხადია, რომ თუ მოქალაქე ხარ, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაქვს, რომ ჩაგრულს და ეხმარო, ძალიან ადრევე დაიწყო იმით, რომ უნდა იყოს ფორმა, უნდა იყოს მრავალფეროვანი და საერთოდ ვფიქრობ, რომ საუკეთესო როცა არის, ანუ საპროტესტო, თქვათ, ვარიაციები
კარგად მუშაობს, საჯაროობა რო შესწინოს რაღაც შენს მესიჯს საჯაროობა რო კონდეს, რაღაც მეტაფორაზე, ან ხუმრობაზე, ან სათქმელზე უნდა იყოს, რაღაც ფრაზას უნდა იხმიანებოდეს, ან სტერეოტიპს, ან დოგმას, ან ნებისმიერ, ანუ ცოტათი უნდა ეთამაშო, ან რაღაც დასცინო, ან გამოიყენო ის კომპონენტი, რაც ისედაც საზოგადოებაში არის გააზრებული. აქტუალური ან შეთანხმებული ვართ, ხო? ანუ მაგალითად ის რომ რა ვიცი, რაღაც წითელი არის საშიში ფერი და წითელ რაღაც ბანერებს ვაკეთებთ, არის ხშირად მუქარა და ან სხვა, ანუ ყველაფერს აქვს თავისი შინაარსი, ანუ სემანტიკა, ან ფორმა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი, ანუ მართლა იმას მეტაფორის განსხეულებები შეიძლება იყოს საპროტესტო რეალობაში ჩართული, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვინც პროტესტს გამოთქვამს, ჩემი გამოცდილებითაც, ხო, არ არის არც ანუ მშვიდობიანი ადამიანია, არ უნდა თქვათ შეიძლება რაღაც ნაწილს პოლიციასთან ჯაჯგური და არის სამოქალაქო პოზიციის გაჟღერება უნდა. შესაბამისად ყველას უნდა კონდეს ფორმა ან ბანერზე დაწერის გარდა რაღაც ფორმა, რითიც საზოგადოებას თავის სათქმელს გააგებინებს. ეს შეიძლება იყოს რეჟიმის აგდება, გამასხარავება, დამუქრება და სხვადასხვა რაღაცები. ჩემი საყვარელი პერფორმანსით მინდა რომ ეს ავხსნა კიდე, მართლა ჩემი საყვარელი პერფორმანსია და არასდროს არ მინახავს მაღაზიაში თამბეჭდავი არაფერი ჯერჯერობით, არის რაც ეძღვნება უკრაინის ომს, მოკეთ. უკრაინის ომის მერე დაიწყო ბევრი ტიპის პერფორმანსი იმისთვის, რომ ადამიანებისთვის, მთელი ევროპისთვის, უკრაინელებს და ამ ომის, მოკეთ, ვინც ამ ომს გმობს, ყველა იმ ადამიანს ხალხისთვის გაეგებინებინათ რა ხდება. და იმისთვის, რომ გააგებინო ადამიანებს მარტო ის, რომ დაწერო სიტყვიერად, ანუ სლავა უკრაინი, თუნდაც ეს მხოლოდ, ხო, არ არის საკმარისი. თუ არ არის ვიზუალური მესიჯი ამაში და თუ არ არის რაღაცა შემზარავი ან რაღაცა დამუქრებელი, ან თუ არ არის რაიმე მეტაფორის გადათამაშება, ოღონდ მართლა. იმიტომ რომ გამოიტანეს ლვოვში მანდ ვიყავი და ასევე პოლონეთში, ვარშავაში ხალხი რო დაწვა ბაიდენის ვიზიტის დღეს. გახსოვს დიდ მოედანზე ხალხი რო ძირს დაწვა. ძალიან მაგარი აქცია. ეგ არ მახსოვს, მაგრამ ლვოვის და მე ძალიან პოპულარული გახდა ეტლების მიტანა. ბავშვები მარიუპოლის თეატრის ბომბის შემდეგ იყო, ან მე ხარ ლაპარაკობდი და უკრაინაში. ბევრი იყო. კი, უკრაინის. ყველაფერი, ნუ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი არის კი არა, ანუ დამთრგუნველია რომ გააზრებაში გეხმარება რომ რა დრამას უყურებს სინამდვილეში და ამ პერფორმანსს მოვყვები რომ უკრაინის ბუჩაში ადამიანების სასაკლაოს გაუპატიურებების, ბავშვების და ქალების გაუპატიურებების შესახებ ამბები გამოდიოდა მარტში 2022-ის და ამის მერე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აღმოსავლეთ ევროპის და სხვადასხვა ქვეყანაში იყო პერფორმანსები გაუპატიურებული ქალების, როგორც იყო მაგალითად ტალინში ქალებმა ჩაიცვეს სისხლიანი თეთრი საცვლები და რუსეთის საელჩოს წინ დადგნენ და გააპროტესტეს ვიზუალურად, ანუ გაუპატიურებული ქალების იმიჯი დადგეს, ანუ ფოტო, ანუ სცენარი. მაგალითად ესტონეთში იყო კიდე ნუმწამლავ ესეთი აქცია, სადაც ნიღბები ეკეთათ, იმიტომ რომ გაზს რუსეთიდან ნუყიდულობს, თქვათ, აღმოსავლეთ ევროპა მაგის მიმართ და ყველაზე მასშტაბური მართლა რომელიც თვლი რომ საუკეთესო მეტაფორაა, რაც კი პროტესტში დადგმულა არის, ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წინ ქალებმა რუსეთის საელჩოს წინ არის ტბა და ტბა შეღებეს სისხლისფრად. და ამ ტბაში მერე გაცურა ერთმა ოლიმპიელ მოცურავე ქალმა, მაგრამ ეს ეხმიანებოდა ერთი მხრივ ბუჩაში გაუპატიურებებს და სისხლისფრას და სასაკლაოს, იმიტომ რომ ეს პერფორმანსი იყო 2022-ის მე მგონი 6 თუ 8 აპრილს, მე მგონი 6 აპრილს და დიდ პოლიტიკოსებს არ ქონდათ ჯერ, ანუ მაკრონს მათ შორის არ ქონდა განმარტებული, რომ რუსეთი უნდა დაგმოს ამ შემთხვევაში და ანუ ეს ქალები გადაირივნენ, ანუ ეს პერიოდი, როდესაც განცხადებები არ იყო ჯერ უკრაინის ომთან დაკავშირებით, არა და ამ დროს ბუჩაში სასაკლაო ხდება, რომელიც აღწერილია მერე არაერთი სიუჟეტი არის მაგაზე რა, რომ რა ქნეს სინამდვილეში, როგორ ჩაკეტეს და ასე შემდეგ. ხო და ქალების პერფორმანსი იყო ეგ, ერთი ანუ კონკრეტულად არის ნერინგა რეკაშვიტა ეგეთი ეს არის ფოტოგრაფი ქალი, რომელმაც ეს დააორგანიზა და
რატო იყო მე ძალიან მომწონს ეგ პერფორმანსი, იმიტომ რომ მუქარა იმის შესახებ, რომ შენი მტრის კართან დავაყენებ სისხლის ტბას, არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოკეთ ძლევამოსილი, ასე ვთქვათ, მესიჯი, რაც კი შეიძლება ქალებს ეთქვათ ოდესმე, იმიტომ რომ ჯერ ერთი შენი სისხლით მუქარა არის, ანუ ძველი აღთქმის მუქარა, იმიტომ რომ შეგახსენებთ მაგას, რომ მოსეს ფარაონს ნილოსის სისხლად შეღება ეს და წყლის სისხლად ქცევა არის მუქარა, რომელიც იქეთაც ზღვარი არ არის, მოკეთ. და ეს გააკეთეს, ანუ უზარმაზარი ტბა შეღებეს, რა თქმა უნდა, ბიო წითელი საღებავით, რომ ეგ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუქარა, რომ არ შეგარჩენთ ქალების სასაკლაოს. აი ესეთი იმისთვის რომ ხალხმა გაიგოს რაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში ადამიანები, რომლებიც ამ რაღაც უკრაინის ნიუსს უყურებენ, საერთოდ ვერ ხვდებიან რა დრამაზე არის ლაპარაკი. და სტატისტიკასავით ისმის, ანუ ჩვეულებრივი ციფრები ისმის რაღაცის, რომელზეც ვერ ხვდები რა სურათს უყურებ, სანამ არ აჩვენებ ვიზუალურ იმიჯს. აი კეთილი ბოროტის გარჩევის პრობლემაც არის ხოლმე. კეთილი ბოროტის გარჩევა რომ არ ესმის, თქვათ, მართლა არ შეიძლება არ ვიცი ხარ რომელი შტატი დავასახელო არ მაგ პერიოდში იყო კიდე რომ მანძილთან ერთად ენობრივი პრობლემა ეგეთი არის რა რომ მანძილთან ერთად ნელდება აღქმა. კი. ანუ აი ეს ცხადად დავინახე, ანუ იმიტომ რომ სწორედ უკრაინის ომის დაწყების პირველი თვე გავატარე უკრაინაში, ან პირველივე მარტიდან, მანამდე პოლონეთი, მერე ისევ პოლონეთი და იქ მარიუპოლიდან გამოყვანილ ქართველებთან ერთად გამოვედი საბოლოოდ რა, ანუ ძალიან ესეთი მძიმე და საინტერესო გამოცდილება იყო და უკრაინაშიც კი ზოგ არის ანუ დასავლეთ ნაწილში ნაკლებად აღიქმებოდა სიმძაფრე. მე უკვე პოლონეთში რომ გამოვედით, იქ საერთოდ ჩიტები ჭიკ-ჭიკებდნენ რა და ანუ აბსოლუტურად ეხლა მაგალითად ამერიკაში რომ ვუსმენ ხოლმე რაღაც პოდკასტებს და იქაურ აღქმებს, რომ აღა ტრამპის განცხადებებზე როგორ რეაგირებენ მაგალითად ისეთ ჭურში სხედან, რომ აი ვერ წარმოვიდგენ რა და ხო, აი პოლონეთის მაგალითიც რო ვახსენებ, იქ აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ეგეთი პერფორმანსები, სიცხადე, მე მახსოვს მაგალითად, როცა დოკუმენტური ფილმი გაუშვეს ეთერში, რომელიც ეხებოდა აი წამების ფაქტებს, მერე იქ დიპლომატებს ვიღაცებს აყურებინეს ეს ბუჩას ამბავი იყო და მერე ტირილით გამოდიოდა ხალხი, რომ მაშინ აღმოაჩინეს თითქოს რომ ეს რეალობა იყო, არა და ამ დროს მათ სხვირწინ ხდება იქ ყველაფერი და ხო, ანუ მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები. ჩვენ შემთხვევაში აი ამ ფაზაში სადაც ვართ, შენი აზრით რა ჭირდება აი ამ პროტესტს ახლა სიმძაფრის თვის, ვთქვათ, და როგორ შეიძლება რომ აი ესეთ მშვიდობიანი და ვთქვათ, ესეთი ფორმებით თუნდაც პერფორმანსებით არ ვიცი როგორ მეტი სიმძაფრე შეიძინოს ამ პროტესტმა. იმიტომ დაკვეთა ეს არის და დაპირებაც ეს არის ნაწილობრივ ითქვა არაერთხელ რომ 26 მაისი უნდა იყოს გარდამტეხი რაღაც გაგებით რა აი ამ პროცესის. ეს ჩვენთან ცოტა დიდი ის გამომივიდა ახლა, მაგრამ ანუ ხასიათი როგორი რა იცვლება 26 მაისის მერე პროტესტში? ანუ ეს გამოჩნდება მაგის მერე მართლა, მაგრამ ადამიანების რაღაც ნაწილი არის ანუ ჩვენ გვაყურებინებენ, მოდი ეს დავიწყებ, ადამიანების უსამართლო ჩაგვრას სასამართლოებში ყოველ დღე და ადამიანების რაღაც ნაწილს ეს ძალიან ანუ როგორ თქვა, ძალიან სტრესავს კი არა, ანუ მომაკვდინებლად მოქმედებს, ანუ და ეს უსამართლობა გვინდა რომ შეწყდეს. უსამართლობის შეწყვეტის რაღაც ხაზი რაღაც ძალიან გრძელი არის და სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ეს უსამართლობა არ შეწყდება, როგორც ვატყობთ, იმიტომ რომ მხოლოდ ანუ უარესად გვიტევენ, ანუ სხვადასხვა ფორმით გვიტევენ თვითონაც. როგორც იყო ვთქვათ, ჯერ დაჯარიმებები, მერე ლუკიანის ეს რაღაცები, სხვადასხვა ჩვენს რაღაც წილად უნდა ფორმები ვიცვალოთ იმისი, როგორ გავაპროტესტებთ, სად გავაპროტესტებთ, რა ადგილას და რა დრამატულობას შევძენთ ამას. გასაგებია, რომ ყველაფერს სჭირდება ორგანიზება და რაღაც ჯგუფებს შორის თანხმობა, მაგრამ აუცილებელი არის რომ ეს გაგრძელდეს და ფორმირდეს შესაბამისად ისე რომ
რაღაცები მოვითხოვოთ იქეთ, ანუ ისეთ ადგილებში, სადაც იქამდე არ ვითხოვდით რუსთაველის გარდა მაგალითად და 26-ის მერეც არ არის თქვათ დავასახელებ, მაგრამ ერთობა ერთ-ერთი ჯგუფი კიდე ამ აქტივისტების, რომლებსაც უნდათ რომ უფრო სისტემატური და გეგმაზომიერი იყოს წინააღმდეგობა. საერთოდ წინააღმდეგობაში რომ უნდა იყოს საპროტესტო საზოგადოება არის წინააღმდეგობაში, ანუ ვინმე არ იფიქროს, რომ ვინმე არ არის წინააღმდეგობაში, უბრალოდ ფორმები ყველამ თავისი დაისახა და თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს გაკეთებულ მარშზე სხვა ადამიანი არ მოდის, ყველას მარშზე მიდის ან მეტნაკლებად ყველას რაღაც ივენტზე არ ვიცი, ანუ მოგეთ ფორმაზე იმას დაუბრუნდებით თუ შეიძლება. ანუ ის რომ ზოგიერთ ჯგუფს შეუძლია ან მძაფრი ინტერაქცია ან მეორე ჯგუფს შეუძლია რაღაც სხვა ტიპის ემოციაზე თამაში პროტესტში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ გავიხსენებ იმას, რომ ჩვენ მარტო ძალის ჭიდილი კი არ გვაქვს. ჩვენ გვინდა მათი რაღაცების გაბათილებაც. ანუ ერთ-ერთი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის მათი გაბაიბურება. ამ მართლა ეგ არის. ანუ ჩვენ უნდა ავიგდოთ მასხრად ისინი, ვინც რაღაცა პიჯაკებით გვისერიოზულებენ და გვეუბნებიან, რომ არავითარი სანქციები არ იქნება. ანუ აი რასის არ მუშაობს. ნული სანქცია რასისულელია, ხო? ანუ ამაზე, რა თქმა უნდა, ამაზე ღადავიც არის სრულიად ლეგიტიმური, მაგრამ მარტო სიტყვიერი ღადავი კი არა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერფორმანსი იყო ავტობუსების რა ქვია, ავტობუსების პერფორმანსი. რომელი ავტობუსების პერფორმანსიც მერე ორი ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე და ავტობუსის სალარო აპარატის ყუთის ფორმა ჩაიცვა და დადგნენ და კიდე მერე ვიღაც ხუმრობდნენ ამას და მერე ვიღაც ერთ-ერთი აქტივისტი კიდე მოვიდა და რაღაც სპიკერში იძახდა, რომ რაღაც უთო ქონდა ჩართული. კი მახსოვს ეს შემდეგ, ანუ ეს იყო ღლიცინი იმაზე, რატო არ რომ ისეთივე powerful არის ეგ, როგორც რაღაცაზე მიწოლა. იმიტომ რომ შენ იმის პოზას ანეიტრალებ ამითი, ანუ დასცინი არაფრად იგდებ და შეგიძლია რომ ამ ფორმაში იპოვო თავი, თუ მოიფიქრებ რაღაცა სახალისო smart ან რაღაც witty ნებისმიერ თვალსაზრისით, ანუ სახალისოს რაღაც מחვილგონივრულ წაკბენით ფორმას ყველაფერზე აი ღიაა მოკლედ საპროტესტო საზოგადოებისთვის, რომ ამაში კიდე ერთხელ მოდით თან გამოვაცხადოთ, რომ ვინმეს თუ გაქვთ კაი იდეები, შეგიძლიათ მოგმართოთ. კომენტარებში დაგვიწეროთ. აი, იმიტომ რომ ისედაც დასინქრონებული არიან აქტივისტები ერთმანეთთან და ვიღაცას რა ვიცი, ბანერი გჭირდებათ რა, მარკერი, სპიკერი, კამერა, დრონი, ყველაფერი გვაქვს. მოდით. ანუ მართლა ვიღაცები ტახტზე სყედან და იქედან გვითვლიან, რომ იცით ცოტა მომბეს და პროტესტის ფორმები. ხო, და მოდი რამე შეცვალე. მოდი, შენ მოდი და დედას ვიცავარ ყველა რესურსს დაგეხმარებით, ვინცაც გვაინტერესებს. თუ არ გვაქვს ვიშოვით დედას ვიცავარ, ანუ მართლა. იცი რა მაინტერესებს? ჯერ არ ყოფილა რომ არ გვეშოვოს ბანერი, ტილო, მარკერი და საღებავი, არ ვიცი, ანუ თუ ეგენი გჭირდება. ჩემთვის საინტერესო არის ახლა ჩვენ რადგან უკრაინის მაგალითი და ეს რაღაცა წითელი ტბა, რომელიც მართლა ძალიან ძიმე სანახავია ყველასთვის ვახსენეთ. ბევრგან იყო ეს ასევე კიდე ერთხელ ბევრ ქალაქში იყო ეს გაუპატიურებული ქალების პერფორმანსი, ანუ მარტო ბერლინშიც იყო და რაღაც ბევრგან იყო, იმიტომ რომ გასაგები გამختارიყო ეს მესიჯი, რომ ანუ არ გაპატიებთ ამას. ხო, აი ზუსტად ამ მესიჯზე და გასაგებობიაზე მინდა კითხო. ნახე, მე მგონია რომ საპროტესტო ასეთი აქტივიზმის შემოტანით ერთია რომ ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს, ხო? მეორე მხრივ ამბობთ რომ ჩვენი მიზანია რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ნათქვამი ვითომ სერიოზული რაღაც განცხადებები ვაქციოთ არაფრად, ხო? იმიტომ რომ არაფერია, იმიტომ რომ ანუ თუმცა აი ეს პერფორმანსები, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეგ მოქმედებს უფრო იმისთვის რომ ჩვენ გავძლიერდეთ, ისინი ვინც ქუჩაში ვართ, თუ ეს აყენებს რეალურად მათ ახს კომპლექსს უჩენს, რაღაც ზიანს აყენებს თუ არა რეალურად ხელისუფლებას. მე მგონი მაგრად დაწუხებთ. მაგრად დაწუხებთ და კომპლექსებია, ხო? ანუ აი ეს ანუ ხორუმი მე მგონია რომ ერთია რომ ჩვენ ბედნიერები გაგვხადა და მეორე მგონია რომ მაგრად დააკომპლექსა ისინი, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი სინქრონში დაიწყო ქართულებმა. მე იყო მაგარი განმარტება
ემატება მაგას ძალიან ბევრი ვიცინე ესე თქვეს რომ აიო ჩვენო რომ ეროვნულობისკენ მოუწოდებთო ეგეც ეკვაგა ხო იმიტომ რომ მე მახსოვს მე რასაც ვხედავ მათ შორის წინა აქციების დროსაც წინა რუსული კანონის აქციების დროსაც როგორც კი აქცენტი გაკეთდა რომ თურმე გარეთ ჯენზი იყო უღმერთო და არავის არაფერი არ წამდა როგორი ლამაზი აღდგომა დადგა მაშინ ხო და მე ვეღარ თქვეს ეგ მაინც მაგას იძახიან თათო ну არა მე გან არ იძახიან მაგრამ ყოველ შემთხვევაში საპასუხო ისეთი რამე გაკეთდა რომ მარტივია ხო ეს მაინტერესებს ანუ გარდა იმისა რომ ჩვენ გვაძლიერებს და ეს გვამხნევებს და ჩვენ თავს გვაპოვნინებს რუსთაველზე როგორ მოქმედებს ეს მათზე მე რასაც ვაკვირდები ისეთ სისუსტეებს როცა ვუძებნით თქვათ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს რომლებიც რეალურად არის მათი სისუსტე და ამაზე ან მიუთითებთ ან დავცინით ესენი ძალიან მოქმედებს აი მაგალითად ოკეანე კალაძე ნამდვილად ანუ აი პირობოდ მოქმედებს კალაძესე ანუ დეკამერონი რო ვერ თქვა, აი მაგაზე რა ვიცი. ანუ აი მაგაზე აგდება იყო ერთ-ერთი, ანუ რა ვიცი, ძალიან სერცხული იყო ჩემი აზრით, ანუ მართლა მწვენია თუ არ იცის, ან არ გაუგია ეგ სიტყვა ამდენი წელი. ანუ მაგრამ და იგივე წყულკიანის მიმართ ხადაობებზე, ანუ ფაქტი არის, რომ ძალიან ბრაზდება, ანუ არ ვიცი ეს თუნდაც ეს ზარქუას ეპიზოდები ეხლა რომ ზარქუას გამო მემათრია ტროლებმა და ბოტებმა. ანუ ეგ ყველა პერსონალური დაცინვები ძალიან მოქმედებს. თუმცა მათი მხრიდანაც რა თქმა უნდა ცხადი აგრესია და ანუ ისინი წამოვა, ანუ წულუკიანის შემთხვევაში კი ანუ მინდად სახელობითად ბოღმას ანთხევს მე იმ ადამიანებზე, ვინც ან დასცინა, ან გააბაიბურა, იმიტომ რომ მართლა არაერთხელ გამოჩნდა რომ არაკომპეტენტური არის ხელოვნებაში და როდესაც მიუთითეს რომ აი ძალიან გეშლება, ანუ რა ხო მე იმაზე კირითხუროებს ხო იძახდა და კირითხუროებს და კითხუროებს ნეტა მაცოდინა რომ ნეტა გელათი არ ჩამოიქცეოდეს და ანუ აღარ ვიცი, ანუ საერთოდ ხუროს როგორ იძახის ეგ ქალი, არ ვიცი, მაგრამ ნუ კარგი. ეროვნულ კომპონენტს რო დაუბრუნდეთ, ანუ სინამდვილეში ის რომ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები და ეს ადამიანები ზოგიერთმა ანუ ახალგაზრდა, ნუ ხათ კოსტავას და მერაბ კოსტავას შემთხვევა მაგალითად რომ დაიწყეს მერაბ კოსტავას ბანერის დაჭერა ხელში ან ციტირების მისი სიტყვების ასე წინ გამოტანა. ეს ჩვენ მე არ ველოდი მაგას, იმიტომ რომ ეს გააკეთა ჩემზე 10 წლის პატარა ადამიანებმა და საერთოდ არ მეგონა რომ ეს ეცოდინებოდათ და თურმე აღმოჩნდა რომ არო ძალიანაც კარგად ესმით ვინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მართლა და ვინ არ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და მოჩვენებითად იბრძოდა. ესეთი ისტორიული გადასინჯვები ჩემი აზრით კიდე მოხდება და 26 მაისის ამ ორშაბათს რაც გვიწევს, ანუ ამისი კამპანიის ნაწილიც ზუსტად ეგ არის, რომ ცოტა წამოწეულიყო კიდე ის ადამიანები, ვინც იყვნენ აქტორები და ვინც იყვნენ ჩაგრულები ამ პერიოდში, ანუ 18-21-ის და შემდგომ ასეთი ანუ კარდებიც და იდება და გვინდა რომ საზოგადოება უკეთ იცოდეს ვინ რა შვებოდა და ვინ როგორ დაიჩაგრა და ვინ დახვრიტეს და ვინ დაჩაგრეს და ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო და როგორ არ მიატოვა საქართველოს ბოლო წუთამდე სიტყვაზე მაშინ, ანუ ერთი საუკუნის წინ. ასეთი კონტენტის მომზადება არის ხოლმე, ნუ ზოგი პირადი რისერჩით აკეთებს, მაგრამ ზოგადად ანუ თქვათ სოულაბიც და სხვა NGO-ებიც გვეხმარებიან რომ კონტენტი ანუ შინაარსები შეიქმნას. შინაარსების შექმნაში ნამდვილად საჭირო არის ხალხის ჩართულობა კიდე და ანუ სპეციალისტებიც არსებობენ, რომლებიც ამას აკეთებენ, მაგრამ ამათი გაზიარება არის კიდე და საჯაროობა და გატანა, ანუ თუ ეს კარდი არის რაღაც მომენტში ან მიმზიდველი ან სახალისო ან კიდე ერთხელ ამბობ, ანუ מחვილგონივრული, მეტი დაფარო აქვს. ანუ ჩვენ ვერ მივაღწევთ საჯაროობას თუ არ შევარჩიეთ სწორი ფრაზები, სწორი ზეცართავის სახელები, ანუ ჩამლები ესეთი ზეცართავის სახელები და შინაარსი და ვიზუალი თუ ამას ვცდილობს აქტივიზმი დღეს. ნუ იმიტომ და თან რა თქმა უნდა ეს არის რაღაც მომენტში
ძნელი, იმიტომ რომ ის აქტივისტები, ვისაც ანუ მე თქვათ რაღაცა კარდი გვაქვს, ვიღაცას კარდი აქვს გასაკეთებელი და მე დაგეგმილი ქონდა რომ რაღაც კიდევ თქვათ პოდკასტი ჩაწეროს, ანუ ინტერვიუ ჩაწეროს რუსთაველზე და ამ დროს მაგის მეგობარს, რა ვიცი, ან მეგობარს ან კოაქტივისტს, ან უბრალოდ არც ვიცნობ, მაგრამ ანუ მარიამ ბაჯელიძეს რომ დაადგნენ სახში, მე მივატოვე ყველაფერი და წავედი იმის სახში, იმიტომ რომ ანუ ჩვენ იმ რეჟიმში ვართ, რომ ჩვენ გვერდზე მდგომი ადამიანი, რომელიც ხო, ანუ რაღაცა საფრთხის ქვეშ თუ არის, ეგრევე ტოვებ შენს ყველაფერს და მიდიხარ მასთან ან თანადგომის გამოსაცხადებლად, ხო? აღარ ვამბობ, რომ სასამართლოებში დადის საპროტესტო საზოგადოების ბევრი ესა და ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი არის მიბმული ამ რაღაც ცვალებადობაზე კიდე და თქვათ რეგულარულად რაღაცის კეთება ცოტა გვიჭირს, იმიტომ რომ ანუ მართლა ანუ ტოვებ და გადიხარ, ეგეთი რეალობაა. და თან არც უნდა ზოგიერთი არის რომ მართლა არც ვის ან თამარა კურატაშვილი, ხო? არც ვიცნობდი, სანამ ანტუხელის ბანერით არ დააკავეს და ანუ ძალიან კარგი ხა გავიცანი ამ ბოლო დროს და ანუ აწი ნებისმიერ სოლიდარობას არც ვიცნობთ, ისე უცხადებთ ერთმანეთს სოლიდარობას და სხვის სასამართლოზე დავდივართ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის და ამ ეს მინდა კიდე გავიმეორო, ანუ ისაც ვამბობ ხოლმე, ანუ ჩვენ თუ არ დაგიცავთ, ანუ ჩვენ თუ არ დავიცავთ ერთმანეთს, სხვა ვერავინ ვერ დაგვიცავს. და ეს არის ანუ როგორი must, ანუ სრულიად გაზიარებული რაღაცა, იცი რომ ამას არ შეეფარდება ხა არაფერი, ანუ მე თუ ჩემ თანამებრძოლ აქტივისტს არ დაუდგები გვერდში, სხვა ვერ დაუდგება, ანუ გამორიცხული არის და მეტიც ვინც ქართული ოცნების მიერ არის დაჩაგრული, თქვათ საჯარო სექტორში მომუშავეები და ასე შემდეგ, ანუ პირიქით, ანუ მოგმართეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ დაგიცავთ, თქვენი ყოფილი თანამშრომელი არ დაგიცავთ. ანუ პირიქით გამოდით კონტაქტზე არის ხოლმე ჩემი მესიჯი, რომ ანუ ტაქსისტიდან დაწყებული ყველას მაგას ვეუბნები, რომ ანუ ის არის რა, შენ თვლი რომ უსამართლოდ გაგჩაგრეს, ანუ გაგათავისუფლეს რაღაც მოგიხსნეს შემწეობა, ანუ გვითხარი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის, ვინც დაგიცავს, ანუ იქნება. სად უნდა გითხრან? რავი, აქციაზე მოვიდნენ, იქვე მითხრან, რუსთაველზე მოვიდნენ, იქვე მითხრან, სადაც მელაპარაკება, იქვე მითხრას და გადავამისამართე, ანუ მართლა. და სხვათა შორის აი საჯარო მოხელეები რომ ახსენე, ჩვენ წინა სტუმარი იყო, მერიდან გამოშვებული, იმიტომ რომ პეტიციას მოაწერა ხელი დანარჩენ სხვა მისნაირებთან ერთად. ხო და ამ ჩვენ სტუმართან ძალიან ისეთი ცხარე დისკუსია გქონდა მაგაზე რა, რომ როგორ უყურებენ ისინი ამ პროცესს და ესეთი რაღაც თქვა, რომ მეო და ჩემნაირებს ხანდახან გქონდაო განცდაო, რომ აი მე შიგნით ვარ პროტესტი მაქვს, აი პეტიციას ხელს ვაწერ, გარეთ გამოვდივარ, აქციაზე ვდგები, მაგრამ ვიღაცა მაინც მიყურებს ისე რომ მე მისიანი არ ვარ და ანუ ამის თქმა უნდა და რომ ამ ხალხს ვინც ეხლაც არის თუნდაც შიგნით და პროტესტი აქვს, მათ ჭირდებათ დასაყრდენი გარეთ. და ანუ რაღაცნაირად ვერ იღებენ მაგას, რომ ეგულებოდეთ გარეთ მეგობარი. ანუ ის კი არა ვინც აკრიტიკებს და მონას ეძახის პირობითად, ხო? არა, მეგობარი, რომელთანაც რო გამოვა, მარტო დარიგზნობს თავს და ეგულება, რომ აი ვიღაცა მასთან ერთად იქნება რა. აი მაგაზე რა შეგიძლია თქვა. ანუ არასწორად აღიქვამს. მე ვფიქრობ, რომ მე მაშინაც უპასუხე იქ ჯაბას, რომ ანუ იცი რა, მე პირადად გადაწყვეტილებები მივიღე, იმიტომ რომ ვიღაცას ტაში დაეკრა, ვიღაცას პლედი მოეხურა კი არა. ანუ მე ვფიქრობდი ეგრე და არ მაინტერესებს იმის მიღმა, ანუ ჩემი პირადი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები რა. ანუ მე ხა გარეთ რა მინდი იქნება, მაგას ვერ დაველოდები, ან ვინ გამოვა, ვინ არ გამოვა და ვინ დამილაიქებს და ვინ არა, ხო? ანუ თქვენს დარწმუნებული ვარ, ყველა ასე ხართ განწყობილი, რომ ან თქვენი გადაწყვეტილებებია და პირადად ხართ გააზრებულად ამ პროცესში, მაგრამ მაგ ხალხს როგორც აღმოჩნდა ეგ ჭირდება. რას ფიქრობ, ანუ იქნება რამე კომუნიკაცია არის საჭირო? კომუნიკაციის პრობლემა არის, ერთადერთი ის რჩევა მაქვს, რომ რა ვიცი, მოვიდნენ აქციაზე და უფრო მეტ ხალხს ელაპარაკონ აქციაზე, როცა ვდგავართ, ანუ ვიღაცა შეიძლება ძალიან გადაღლილია, ვიღაცა ძალიან რადიკალურად არის, ვიღაცას ძალიან ემოციურად არ შეუძლია მიღება, მაგრამ იქნება ისეთი, ვისაც აქვს ემოცია, ან დაწეროს საჯაროდ, ან დაწეროს დიდ პოდკასტ იმაში, Facebook ჯგუფებში, ან ცალკეულად სხვა ადამიანებს ელაპარაკონ, ანუ მართლა თუ რამე ტიპის დახმარება, ან გულისხმობა თანადგომა პროცესში ჩართვა ჭირდებათ და ასე შემდეგ, აუცილებლად გამოიძებნება ჯგუფი, რომელთაც შეუძლია რომ რამე ერთად გააკეთოს. ანუ დამკვირვებლები არის
დააკვირდი არის რაღაცა უამრავი ჯგუფი არის, რომელთან პირადად გასვლა შეუძლიათ და თქვათ ერთ იმას ვიტყვი კიდე. ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც სახშია, ანუ და ვერ ხვდება პროტესტს როგორ უშველოს, ან ვერ უშველოს როგორ ჩაერთოს უბრალოდ, ან რაღაც უიმედობის განცდა, აი როგორც კი რაიმე მცირე კონტრიბუციას შემოვა, თქვათ საპროტესტო დღის წესრიგში, ეგრევე ხდება კარგად. ანუ ფაქტობრივად არის, რომ როგორც კი, რავი, ერთ ბანერს დახატავ, ან რაღაც ტიპით დაეხმარები პროტესტს, ეგრევე შენ გრძნობ ამაში საკუთარ თავს ჩართულად, ამის ნაწილად გრძნობ და რაღაც შენი სინდისიც მშვიდდება და სხვა ადამიანებსაც ეხმარები. ანუ მაგალითად, მე რამდენი ბევრ აქტივისტურ ჯგუფთან მაქვს ხოლმე კომუნიკაცია. ერთ-ერთი რაღაც მომენტში ერთი 5 აქტივისტი დავსინქრონდით რაღაცაზე და გადავწყვიტეთ, რომ რეფორმების თაობაზე გავაკეთოთ რაღაც სოციმედია არქივი, სადაც პოლიტიკოსებს ვკითხავთ, რომ რეფორმებზე რა რეფორმებს აპირებენ, თქვათ, არ ვიცი, განათლებაზე, რაღაცა თავდაცვაზე, რა რეფორმები მოგვიყევით თუ შეიძლება. ეს პლატფორმა არის ეხლაც, რა თქმა უნდა, და ამ პლატფორმაზე უბრალოდ დაუკავშირდით ადამიანს, რომ მოდი რა ვიდეო დამიჭერი, გეხვეწები. და თან შენ შეიძლება ვერ გამოდიხარ სამსახური, ან სამსახური გაქვს, ან არ გაქვს სამსახური, ან არქცალია, ან საჯარო მოხელე ხარ, ან რაღაცა, მაგრამ რავი, ანუ დიზაინში დამეხმარე და ამით დაეხმარე პროტესტს. ან უბრალოდ მე რაღაც ვერ ვასწრებ და ანუ 100 არა, მაგრამ 5 ბანერი მაქვს დასახაზი და გეხვეწები, მოდი და შენ გაფერადებაში დამეხმარე. ესეთ რაღაცას როგორც კი გააკეთებს ადამიანი კვირაში ერთხელ, ეგრევე არის კარგად. ხო, ეს არ ნიშნავს, რომ იქ უნდა იდგეს, ანუ ეგრე ჩართულია უკვე პროცესი. საერთოდ სახლიდან შეუძლია ეგაკეთოს, თუ შეიძლება, ანუ ვინმეს თუ უნდა რომ ჩართული იყოს პროტესტში, ანუ არაერთი პროექტი არის, რომლის განხორციელებაც აქტივისტებს გვინდა ხოლმე და ადამიანური რესურსი არ ყოფნის. და მოგწერონ, ანუ ცალკეულ პეიჯებზე მოგწერონ, ან პეიჯებზე, ან პირადად მოგწერონ, იმიტომ რომ უამრავი პროექტი არის, ჩემი ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელიც გადავავადე, არის ძალიან მინდა რომ გავაკეთო პლატფორმა, ანუ სოციმედია უბრალოდ ჩენელი, სადაც აი ამ სტიქიასთან გამკლავების კონტენტი იქნება. ანუ რა ვიცი, რო აღმოჩნდა გურიის ტრაგედიაზე, ანუ მართლა ვაანონსებ, ამის გაკეთება მინდა ვინმეს თუ გინდათ რომ ფული არ მაქვს, მაგრამ თუ გინდათ რომ შემოხვიდეთ, ანუ ხალხი გურიაში ვერ არჩევს ერთმანეთისგან, ღვარცობს მას ნიაღვარს, მეწყერს და ნაშალმიწას და ანუ კონტენტი, ანუ ესე ცხადი და ადვილი კონტენტი არ არის იმაზე, როგორ პირველადი საფრთხეები რა შეიძლება იყოს სტიქიასთან გამკლავების, რას რა ქვია, ანუ რო დარეკო იმაზე ცხელხაზე თუ ნანუკა ჟორჟოლიანს რო ურეკავდნენ და ვერ გავიგანო წყალი დგას შენთან სახლში თუ მიწა არის უკვე თუ ანუ რითი დაგიხმარო ხო, ანუ ადამიანების რაღაც ნაწილს თუნდაც ამ სტიქიასთან გამკლავების ელემენტარული ცოდნა არ აქვს აბსოლუტურად და მინიმუმ, რა ვიცი, TikTok-ზე მაინც რო იყოს ეგეთი ჩენელი. მაგას გარემოს დაცვის სამინისტრო ანუ ეგეთი უნდა აკეთებდეს. ვიცი ველაპარაკე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, რომელთაც ყავს სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ეს კონტენტი მოგვცენ მართლა, ანუ მაგათ ვიცნობ, ანუ ვინც ეხა მთელი ეს სხვა ერთი შეხვედრა მაგაზინიდან წარმოები მაქვს, ვინ შეგვექნება, ვინ დაგვეხმარება შინაარსის შექმნაში. ეს იქნება თამსვლელების მთის community რო არის. და ასე შემდეგ მაგათ უბრალოდ მე ხო თავიანთი დღის წესრიგი აქვს, თავის საქმე დიზაინს თვითონ ხო არ გააკეთებენ, ანუ რაღაც ადამიანური რესურსი არის, რაც მათ არ აქვს, თამსვლელები არიან, ან ესე გეოლოგები, და ხა გეოლოგებს ვერ ექნებათ სოციმედიის რესურსი, ხო? ხო და აი რაღაც ესეთ შეკავშირება არის, ძალიან მარტივი. აი, ანუ თემას რომ არ გადაუხვიოთ, ანუ იმის თქმა გინდა რომ თუ სურვილი აქვს ადამიანს, თავის თავს მარტივად იპოვის. ცოტა არ მესმის მე ამაზე, ცოტა ტვინში რაღაც აფეთქებები მემართავდა რა რომ ხო აი ეგ არის საინტერესო. რატო ჭირდებათ, ანუ რატომ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რომ აი იქ რაღაცა გარეთ არის მოცლილი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ყველაფრის რესურსი უნდა კონდეს, ან 100%-ით მოითხოვენ, რომ აი რაღაცა ძალიან მაგრად გააკეთონ. ოღონდ ამას უნდა უყურონ ესე დამკვირვებლის თვალით რა, ანუ პასიურ მდგომარეობაში არიან და მე რო კითხო პროტესტი აქვს და რაღაცები არ მოწონს და ცოტა უნდა გავიმათრახოთ რა ჩვენი თავი და გამოვიდეთ ალბათ ეგ არის ერთ-ერთი სრულღიაობას ვაცხადებთ არ მარტო მე არამედ აი ძალიან ბევრი აქტივისტური ჯგუფი არის რომელიც სრულღიაობას აცხადებს რომ მოვიდეს ვინმე და არ ყავთ ადამიანური რესურსი დაიხმარებდნენ არაერთ ადამიანს.
ჩემი გამოცდილება მინდა ვთქვა, როგორც ბექამს შესავალში აღნიშნა, აქციების ჩართულობის ნაწილი ხო, გარდა იმისა, რომ ხარ დგავარ და მანამდეც მდგარ ვარ აქციებზე, განურჩევლად იმისას ადმუშაობდი, როცა რაღაცის გაპროტესტება მინდოდა გავდიოდი ფიზიკურად, მაინც დიდი წილი, რა თქმა უნდა, მიკროფონით ხელში მიწევდა ყოფნა და თითქმის ყველა დარბევაზე ვარ ნამყოფი, თითქმის ყველა შეიძლება 1 და 2 გამორჩეს. და 28 ნოემბრის მერე იყო ეგ მოცემულობა, რომ ჩვენ YouTube-ისთვის კი ვაკეთებდით უკვე კონტენტს და ვიღებდით, მაგრამ როგორც ის ნიუსის ჟურნალისტი რო აუცილებლად წინ უნდა გავარდეო ლაივში მუშაობა, ეს შეგრძნებები უკვე არ იყო. და იმდენად არ მეყო ჩემი თავი რუსთაველზე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვიდექი და ვაღამებდი და ვათენებდი. ბოლოს ელენე ნოზაძემ, ჩვენმა კიაფელმა თქვა, რომ მოდი ჩვენ კიდევ სხვანაირად ჩავერთოთ პროტესტში და მაშინ ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, რომ რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა, რომ სუსხიან ამინჩი ვქონოდა, რომ ცხელი ყავა ვინმეს მოეწოდებინა, ცხელი ჩაი, პლედი მოეცა ჩვენთვის, თუ მაშინ ჯერ კიდევ ეს აირწინაღები დაშვებული იყო, საწვიმრები, ანუ ფიზიკურად გადავედით ამაზე. და თუ თქვათ ცხელ ჩაის და ყავას ვერ ვარიგებდით, იმ დღეს ასე მე და ელენე დიდი ხურჯინებით დავდიოდით, რომ აბა აგერ ხალხი ხო არ მოგშივდათ, ხო არ მოგწყურდათ და რაღაცნაირად შერაც თქვი, რომ შვიდდები, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ არამხოლოდ ვიდექი უბრალოდ რუსთაველზე, ვიყავი ჩართული და ვეხმარებოდი სხვებს, რომ იქ დგომა უფრო მათთვის მარტივი ყოფილიყო და ყველაზე დიდი ჩემთვის ბედნიერება მიუხედავად იმისა, რომ აი დარბევების დროს ამ ცხელი წყლებით სირბილზე რთული არაფერი არ არის, იმიტომ რომ წარმოუდგენელი სტრესი იყო ეგ ყველაფერი. იმდენ მადლობას ვიღებდით, იმდენ მადლობას, რომ გონია, რომ თუ კი რამეს სიცოცხლე გამიხანგრძლива, იყო ეგ მადლობა, იმიტომ რომ აი ბედნიერი ვიყავი იმით, რომ რა მარტივია, რომ აი ეს რო შესთავაზო და არა მხოლოდ მადლობა იყო. ადამიანები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენც გვინდა რაღაც გავაკეთოთ, ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ, ვერ დავაორგანიზეთ, რომ ეს წყალი მოგვეტანა, რადგან თქვენ გაგვთ აი მოდი აი შაქარს მოგიტანთ, მოდი აი და რო ქონდა ეს ყავები, მაგრამ იქვეს პარში გადადიოდნენ, ყიდულობდნენ წყალს, ყავას, ჩაის, რომ ჩვენი მხრიდანაც ამ ხალხს გაუმასპინძლდით და ეს იყო რაღაცა აი მართლა როგორ შეიძლება გაერთიანდეს ადამიანი, ამის ძალიან დიდი მაგალითი და რა მინდოდა რომ მეთქვა, რამტო გავაკეთე ამ ხელა შესავალი. მე მგონი მას შემდეგ რაც აი ეს რაღაცა საშინელი დარბევები გადავიარეთ და უკვე ახალი წლებიც გადავიარეთ, პროტესტი არის უწყვეტი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აღარ გამოდიან. ხო, ანუ რაღაცა ტელევიზიიდან არ არიან გაბრაზებულები, მაგრამ თავი დაკარგეს ამ პროტესტში. ერთია რომ ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მოდით და თავს გაპოვნინებთ და მაგრამ არის რაღაცა ზღვარი, რამაც შეიძლება რაც ჭირდებათ ალბათ რომ ისევ გამოვიდნენ. მე უბრაზდები რომ ანუ კიდე უნდა გამლახონ რომ შენ გარეთ გამოხვიდე, მაგრამ ხო არ მივდივართ იქამდე რომ პროტესტის დროს მაინც ბრაზს გამოყავს ადამიანი. ანუ ყობახიძემ ისევ რაღაც უბედურება უნდა თქვას რომ ისევ ასეთი მუხტი დავინახო. ხო, რაღაც ეგ აზრი არის ძალიან ვალიდური ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანების უმეტესობას ისე არაფერი ან ცხადი უსამართლობის დანახვა და რაღაც საყოველთაო უსამართლობისთან შეხლა და გაბრაზება გამოყავს ყველაზე მეტად და ეს არის ეს ამ შემთხვევაში ძალმოსილება მართლა იგრძნობა, რომ არ შევეგუები, იმიტომ რომ რას მიბედავ. ანუ ხო ესა შეურაცხყოფელი იყო, რაც ესენი ყობახიძემ რაც თქვა, იყო შეურაცხყოფელი ადამიანებისთვის, იყო ანუ ცხადი მოჭრა მათი მომავლის, ხო, თქო რომ არ გექნება მომავალი რა, იმიტომ რომ რუსეთში არ არის ჩვენი მომავალი. ხო და ოღონდ იმის მერე რაც დაგვარბიეს ბრაზი და ყველაფერი და ადამიანები დაიჩაგრენ და ციხეში არიან, მთელი რიგი ადამიანებს უჭირთ თვითორგანიზება ან საკუთარ თავთან იმის გაცნობიერება, რომ მე ახლა უნდა რაღაც დღის წესრიგი სრულიად შევცვალო და რუტინულში გადავიყვანო საპროტესტო ცხოვრება. ეს ძალიან არ არის ადვილი გასაკეთებელი, იმიტომ რომ ზოგს ობიექტური მიზეზები არ აძლევს ამის საშუალებას, რომ ანუ რაღაც მოვალეობები აკისრა, რომელსაც ვერ დათმობს და გეგმაზომიერი როგორ გახადოს პროტესტი, ამაში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ამის რეცეპტია არავის არ უსწავლებია ჩვენთვის. ანუ პროტესტი როგორი უნდა ყოფილიყო, ანუ არავის არ გაუფრთხილებივართ, რომ შენ უნივერსიტეტს დაამთავრებ,
მაგისტრატურასაც რომ დავამთავრებ, მე კიდე მოგიწევს დამატებით ისეთი სკილების განვითარება, რომ პროტესტის რუტინაშიც თავი იგრძნო კარგად. ხო 170 დღე 170 მოგიწევს რუსთაველზე გასვლა, არავის არ უთქვამს ჩვენთვის, ხო? ისედაც ისე იმეცადინა ხალხმა და ის რომ ამის მეცადინეობაზე გადაეწყო, რომ როგორ თქვათ დღეში 1 საათი დაუთმო პროტესტის გაძლიერებას, ესეთი დისციპლინა ბევრმა ვერ გამოიმუშავა. იმიტომ რომ არ ქონიათ იქამდე საჭიროება, ანუ მე კი გამოვიმუშავე, მაგრამ ეს ამის ძალიან კარგი მაგალითი 200 კაცმა გამოიმუშავა, მაგრამ ბევრმა ჯერ ვერ გამოიმუშავა, რომ ამის ძალიან კარგი მაგალითი მოვისმინე, არ მახსოვს ვისგან, მაგრამ დამამახსოვრდა ძალიან ეფექტურად ჩამჩა თავში. უკრაინაში რა ხდება? როცა სირენა ირთვება. ხო. ჩადის ის ხალხი, ხო, ანუ არ აქვს დღის წესრიგში, არ ქონია ახლა იმას, რომ უნდა საჰაერო განგაში სიგნალი რო ირთვება. იცი როგორ იყვნენ ადამიანებს სახლში, ჯერ კიდევ პირველივე დღეებიდან, ან მე ჩემი თვალით მაქვს ნანახ მე ჩავრბოდი ხოლმე იმ მებში, რა ქვია, მიწისქვეშა ავტოსადგომებში და ასე შემდეგ. ადამიანები ცხოვრობენ ესეთ რეჟიმში. დაალაგებული აქვთ ზურგჩანთები, ნივთები, წყალი, პური, რაღაცა, ანუ რამდენი ხანი მოუწევს რო არ იცის და უდევს კართან. როგორც კი ირთვება, არის რაღაც კონკრეტული დრო, ამ დროში უნდა ჩახვიდე და იქ უნდა იყო ბავშვებთან ერთად, იქ ქვეშსაგები, ასე შემდეგ. ანუ ესეთ რეჟიმზე გადავიდა ხალხი რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ აი, მანდ ვარ. ომია, ხო? ანუ ამ ადამიანებმა, ჩვენმა საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა საფრთხე. ანუ ომი რა არის, განსხვავება რა არის? იქ არის საუბარი ანექსიაზე, იქ არის რაღაც ტერიტორიების დაკავებაზე, ერთ-ერთი ომის მთავარი მიზანი რა არის უკრაინაში? პუტინის გაცხადებული მიზანი არის, რომ უნდა მოხდეს დენაციფიკაცია, უნდა მოხდეს რაღაც დემილიტარიზაცია, რეჟიმის ცვლილება, ანუ პოლიტიკური შემადგენელი არის ამაში ძალიან დიდი, გარდა იმისა, რომ ბომბებს ისვრიან, ანუ იმ ომის ნაწილია პოლიტიკური პროცესიც, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ იქ ბომბი გეცემა და აქ არ გეცემა, მაგრამ ანუ ადამიანებმა ვერ გაიაზრეს ეგ, რომ საფრთხე აბსოლუტურად იდენტურია, ანუ ჰიბრიდულ ომში ხარ. და ამ ჰიბრიდულ ომში შენ გჭირდება ორგანიზებული ქცევა. კი. რაღაცეების კეთება, რაღაცების საკუთარ თავზე აღება, თუ სხვისთვის არა, შენი პირადი უსაფრთხოებისთვის მაინც. ან დაახლოებით ის რომ ზურგჩანთას ალაგებს და უდევს წყალთან ერთად და უნდა ჩაირბინოს რომ ბომბი არ დაეცეს თავზე, აი ეგეთი რუტინა არის, ძალიან კარგი პარალელი იყო ის რომ შენ გახვიდე რაღაც მომენტში, თუ ყოველ დღე არა, აი 26 მაისს, რაღაცა 9 აპრილს და ასე შემდეგ. არა, დიდმარშებზე მგონი არის ეგ მობილიზება. არა, მე სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, აი აწუხელიძის ამბავი რო იყო წულკიანის კომისიაზე, მეორე დღეს აქცია დაანონსდა და მივედი პარლამენტთან და 30 კაცი დამხვდა, ანუ გამიტყდა რა, ანუ მე სუეგეთი განცდა მქონდა, რომ რაღაც თემებზე, რაღაც სენსიტიურ თემებზე, შეიძლება ყველაფერზე არა, მაგრამ საზოგადოება რეაგირებს. პრობლემას რასაც ხედავ, ეს არის რომ თან და თან, აი ისევე როგორც ეს ომის პარალელს ხშირად ვაკეთებთ, რომ თავიდან რაღაც ტრაგედიები იყო და მე სტატისტიკა გახდა, დაახლოებით ეგეთი განცდა მრჩება მიმდინარე ამბავზე. ბევრი ამბობს, შენც გაიგია თორე, რომ შარშანდელის მერე საწავიდან ჯენზი თაობა. კი, ეგ მაგაზე მეც ერთხელ სტატუსი მიუძღვე იმერე და არაფერი არ ვთქვამთ მე ის ყოველ შემთხვევაში ძალიან არ დამცხეს მაგაზე, მაგრამ ნუ გავალდებულებოდა, რა ვიცი მეთქი. აბა ვის? ანუ ეგ მაშინ მე რატომ მავალდებულებ? მე მავალდებულებ, ხო, ანუ მაშინ მე რომ შრომობ, ანუ ფაქტობრივად შრომა არის. აქტივიზმში ყოფნა, ანუ მე რო ვშრომობ, ესე იგი მე ვარ ვალდებული და მეც შენ არ ხარ ვალდებული, ორივე ხარ მომავლისთვის, ხო შეიძლება რომ ვალდებული. ანუ აბსოლუტურად უანგაროდ კეთდება, ხო, ყველაფერი ხარ, რაღაცა სამსახური არ არის ეგ ოფიციალური და თქოს არავინ არ იხდის ამაში. პირიქით, მე ხუმრობ, რომ რაც ანუ მე საზღვარგარეთ ცხოვრობდი იქამდე სანამ რუსული კანონების ამბებამდე რაღაც ხანი და ანუ საქართველოში რაც ვრჩები, უკიდურესად ვღარიბდები. იმიტომ რომ ანუ აქტივიზმში თუ ხარჯავ დროს ამ ყველაფერში ამის საპირწონედ მე რომ სამსახური მეშოვა, რომ part-time სხვა სამსახური, ანუ ვიქნები უფრო მდიდარი ხა. და კიდე დიდხანს თუ გავაგზავნებ, უკიდურესად გავღარიბდები კიდე რა. თან აქტივისტი თავად მოითხოვს სახსრებს, რომ ჩემ ჯიბიდან გაიღებ. ხო, ანუ
ანუ აბსოლუტურად ანუ 50 ლარი დამიდია ისე რომ რაღაცა გვეყიდა ჩემი ჯიბიდან არათუ ანუ ის თქვენ უცხოური ხო, ანუ აგენტები ჩემი არ არა, გაფინანსებთ სამწუხაროდ ნეტა ვინმე მაფინანსებდეს მართლა რა, რომ ანუ რამეს ვაკეთებდით უფრო ბევრს, ანუ არა 50 ლარი, 65 ლარი, აი ესეთი რაღაცებით რაღაცა. ხო, იმიტომ რომ იმ ბანერსაც, იმ ყველაფერსაც თანხა ჭირდება, რომელსაც აქტივისტი ჯიბით დანდებს. ხო, ეხლა მასე. აბსოლუტურად. და ეს არის მოკეთ საყოველთაობას უზრუნველყოფს რა, ანუ საყოველთაობის წინაპირობა არის, ანუ ცხადი უსამართლობა და ბრაზი, ანუ ცხად უსამართლობაზე პასუხი. და ის რომ ეხა სასამართლოებში სკანდალები ხდება, ანუ მართლა კატასტროფა არის სასამართლოებში რაც ხდება, ეს არ აღწევს ამას საყოველთაობა არ აქვს. სამწუხაროდ. ანუ ჩვენ მივდივართ სასამართლოში და ამას უყურებთ თქვა TV პირველი აშუქებს და პუბლიკა აშუქებს, იმიტომ რომ პუბლიკა ჟურნალისტები ამოწყდნენ უკვე იქ არიან დღე და ღამე აღარ შეუძლიათ სასამართლოში დაცხოვრდნენ ფაქტობრივად. ანუ ამ პლატფორმებს არ წდება ის რომ სასამართლოში ხდება ჩაგვრა და ანუ არ დახშული არის ეს ვეღარ გაგვაქვს იქამდე ანუ ჩვენს იმედის მაყურებლობამდე ვერ აღწევს ის რომ სასამართლოში იმ დღეს გურამი ანუ გურამს სცემეს ფიზიკურად და რაღაც ასე შემდეგ რა და ანუ რატომღაც იმიტომ ეს რაღაც ცალკეულ რაღაცებამდე ან თითო კაცის პრობლემა ჰქონიათ რომ ანუ მე კი სახელდებით ვიცნობ მართლა ყველას მაგრამ ანუ დიდად არ აინტერესებთ ხა გურამის ცემეს თუ გიორგი მაგრამ და ათრიეს ის ბიჭი ხო და არა უშავს ხა რა წაიყვანენ აქ უფასო ადვოკატი ეყოლება იქ საია დაიცავს სასტრაფო უფასოა და მიხედავენ რა გურამს და ესე ფიქრობს ალბათ სახში ვინმე და ნუ მე არ ვფიქრობ ეგრე მაგრამ არ იწუხებს თავს რომ არ არის სიახლოვეს ვერ გძნობს ამ პრობლემის და რეჟიმის რაც ახასიათებს ოღონდ რომ იგძნობს სიახლოვეს ცოტა ხანში. ანუ ჩვენ თუ ესე დღეს რაღაცას ყურს წაუყრუებთ და თვალს დავხუჭავთ და გურამს არ მივაკითხავთ სიტყვაზე ან გიორგის ან ვიღაცას ვინც დაჩაგრეს. ხო, ანუ ზეგ შენთან მოვლენ და რისი იმედი გაქვს პროსტა. ანუ მართლა რისი იმედი გაქვს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვერ დაგიცავთ, ვერავინ ვერ დაგიცავს აწი. იმიტომ რომ როგორც მივხვდით, ეხლა დღევანდელი ახალი ფაზა უპირებენ ეხა კოცები. ჩვენ ანუ ცალკეულ აქტივისტებს დაუწყეს დევნა და ჩივილი, ანუ მარიამ სიჭინავას. ზარქვამუჩი. სასაცილოა მარიამ სიჭინავას, აი ძალიან მეცე ქალმა ყველაფერი იქნა არ გოგო, ნუ რომ ანუ ყველანაირად მასხრა და ყავს აგდებული სასამართლოც 1,60,000 ჯერ არის დაჯარიმებული და ანუ რა გატეხავს ეხა მარიამ სიჭა დებილი თუ არ ხარ აქეთ ამხარე ანუ ანუ რავი კაი უჩივლე და რა ანუ კიდე ერთი ჯარი მას დაუწერენ ადმინისტრაციულს ანუ რავი კაი მე გააჩე სახში დარჩება ამის მარიამ ლაშხმაც ხო იჩივლა თურმე მისი ბავშვები ყოფილან და სახლებში შევარდნილი ხო პოლიციის და პროკურორის ხო ანუ მან ხო კანონები შეიცვალა და მარიამ ბაჯელიძის ბავშვს არ შეშინებია და ლაშხის ბავშვი შეშინდა ხო ეს პოლიტიკოსის შეურაცხყოფა და ამბავი ხო სისხლის სამართალი გახდა ხო და მაგას ვეძახი ანუ მარაზმი ამაზე შეიძლება იყოს ანუ მიზანი ამის თქმა მინდა ხო ანუ შერჩევითი სამართალი არის რეჟიმის დევნის ფორმა რა თქმა უნდა და ამას განახორციელებენ ანუ ჩვენ ანუ მათ თუ გქონიათ ანუ ზოგადად ანუ თუ გქონიათ რომ ეს მეთოდები არ ვიცით ანუ ძალიან კარგადაც ვიცით და ძალიან კარგადაც პარალელებს ვავლებთ და მის თქმა და მას სრულიად ხად პარალელებს ვავლებთ ანუ ერთს უცებ მოვყვები რომ უკრაინის ომი რო დაიწყო მე მაგ დროს სტალინში ვცხოვრობდი და რუსეთის საელჩოს წინ ანუ იმ პერფორმანსებზე და იმ რაღაც აქციებზე ვიყავი ხოლმე იმიტომ რომ ესეთი ესტონეთში ძალიან ცოტა ჯერ ყოფილა პროტესტი იმიტომ რომ უმშვიდობიანის და უსაფრთხოეს ქვეყანაა და რუსეთის საელჩოს წინ იყო ხოლმე პერმანენტული აქციები ამ აქციებზე ანუ დაანონსებული იყო რა რაღაცა შაბათს პირველზე და სულ იყო ყოველკვირეულად აქცია მოდიოდნენ ხოლმე რუსეთიდან გამოქცეული პეტერბურგიდან ავტობუსით გადმოსული რუსეთიდან დევნილი ადამიანები რა რავი მხატვრები ისე რავი დიზაინ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ჩვენ ხელები რა და ესენი ყვებოდნენ მართლა ანუ ამ რეჟიმის ამბებს პერსონალურად რომ როგორ ადგებათ პოლიცია სახლში როგორ ანუ რა ქვია ვსთხოვენ რომ ის არის შენი Facebook-ის პაროლი მომეცი როგორ ტენიადენ ვიღაცა სამხატვრო აკადემიის სტუდენტ გოგოს რომ ტერორისტულ აქტს
მარტს გეგმავდა აბსოლუტურად და თან თურმე ორჯერ გეგმავდა და მესამეჯერ მოთხოვეს რომ წადიქვეყნიდანო და წამოვიდა მე მართლა ესტონეთში, იმიტომ რომ რა ტერორისტულ აქტს, მოლბერტის იქეთ რო არაფერი, რა ვიცი, ტაჩპედით ხატავს ისიც და რაღაცა ეგეთი გოგო იყო და ტერორიზმს ტენიდნენ მოკლეს და ესეთი ისტორიები რუსეთში რაც ხდებოდა, მე უბრალოდ პირადად მაქვს მოსმენილი, პირადად, მაგრამ ყველაფერი იგუგლება ასევე და რუსულ ჩენელებზე, არხებზე და პოდკასტებში ყველა შეუძლია რომ ამას უყუროს, მაგრამ პერსონალურადაც ძალიან გასაგებია პირადი დევნა, მეზობელი გოგოს დევნა, სახში და სადარბაზოსთან დევნა, მე იმის მუქარა რომ დედა შენს ვიღაცა სამსახურში დაურეკავს რაღაცასკენ. ძალიან კარგად ვიცით ეგ ყველაფერი, რომ მათ ეს ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ დაშინების მეთოდები და დაშინების რაღაც ჰორიზონტალურობა უნდათ, რომ გამოიყენონ თავისი რაღაც ამ ყველა ჰორიზონტალურ დაშინებას ერთი კაცის წინააღმდეგობა ისე აბაიბურებს ხანდახან, რომ როგორც დაგიბარებიათ, ძალიან ლამაზ, ხო ყველა იამაყა რა, ხო ყველას გაუბათილა, თუნდაც ლაშა გაბიტაშვილის დუბაის აქტმა რაღაც და სიმტკიცე ხო ყველას შემატა. ერთი ადამიანის წინააღმდეგობა ხანდახან არის ისეთი შთამბეჭდავი, რომ ეს რაღაც ჰორიზონტალური რაღაცა სუსის დაშინებები არავის არ აინტერესებს სინამდვილეში მაგის მერე. და გონიათ რომ რაღაც ვიღაცა თქვათ ნინო თუ დააშინეს, აქეთ 360 კაციც დაშინდება. არ არის ეგრე სინამდვილეში. 360 კაცი შეიძლება მე დაორგანიზდეს იმისთვის, რომ ზეგ აღარ დაშინდეს. ხო და რაც უფრო უსამართლობას გამოაჩენენ და აჩენენ, ფაქტია, უფრო მეტი ადამიანი მოვა ჩვენ მხარეზე კიდე რომ რუტინულ პროტესტში გადმოვიდეს. იმიტომ რომ იმას რომ რაღაც ბრაზი გამოვიწვიო, მე მაგას პასუხისმგებლობა ვერ დავდო. ერთი კაცი მე რო დავდგე და რაღაც სისულელე გავაკეთო და მე რა ვიცი ცემონ, ეს არც ვიცი გამოიწვევს თუ არა ბრაზს საყოველთაოს და არც არაფერი წინაპირობა მაგას არ აქვს. ისეთი ცნობილი უნდა ვიყო, რომ ვიღაცამ რომ მე დამჩაგროს, უცებ საყოველთაო ბრაზი ატყდეს, არ არის ეგრე, ნინო ქათამაძეს უყენებდნენ ბრალს, ხო, რაღაც. აჯარიმეს ნინო რამდენჯერმე. ცნობილი მე ვერ ვიქნები ამ შემთხვევაში, ხო, და რაღაცა საყოველთაო სიყვარულის მქონე ადამიანი და ეხა ცალკეულ ადამიანებს ვთხოვთ იმას, რომ უცებ სასწაული ჩაიდინოს და მთელი რაღაცა 100,000 კაცი გამოიყვანოს, იმიტომ რომ ეგ რაღაც კონკრეტულ საყოველთაო პრობლემის მერე საყოველთაო პრობლემის საზოგადო პრობლემის მერე ხდება მხოლოდ. დანარჩენი არის რუტინული ბრძოლა და რუტინული ბრძოლა სჭირდება დისციპლინა და მუშაობა და თან ამ მუშაობაში ხელს გვიშლიან. ეს მოცემულობა გვაქვს ახლა. ხო, მაინც ყველამ თავის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. რთული ხსხვის გაგვიძება. მეგონი ბოლოსკენაც უნდა წავიდეთ და ერთს ვიტყვი რომ ძალიან მომწონდა და მომწონს მარშების იდეა, იმიტომ რომ მე მგონი მე და შენ გვილაპარაკია ამაზე, რომ რუსთაველს რომ გავცდი თუ არ ვცდები ბესიკის ქუჩაზე ავედი და ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანმა არ იცოდა რომ საღამოს იკეტებოდა რუსთაველი. და მე მგონი მაგის კარგი მეთოდი რომ ადამიანები სახლამდე მისულიყო და ფანჯრებამდე მისულიყო ეს პროტესტი, ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო მარში და სხვათა შორის მე ვამბობდი მაგას რომ თუ დააკვირდებით, თუ განსაკუთრებული დაანონსებული მარშები ან დაანონსებული დიდი აქციები არ არის, ყოველდღიურ აქციას აღარ აშუქებს სამთავრობო მედია. მაგალითად იმედი რომ ჩახსნილია იქიდან და საზმაუც მარტო კადრი შემოიფარგლება, ხო, რომ თქვან რომ მე გავაშუქეთო. მათ შორის პოზიტივიც აღარ ჩანს, იმიტომ კი არა, რომ რაღაცა ანიშინიათ იქ გასვლა ან საინტერესო არ შეიძლება იქაურება. უბრალოდ მათ უნდათ მათ მაყურებელს უთხრან, რომ ჩვენ არ ვაჩვენებთ, ესე იგი არ ხდება. პირველივე დღიდან პროპაგანდა, ყველა სპიკერი ამბობდა, რომ გახსოვთ ეგეთი ფრაზები, ნაცმაიდანი არ შედგა. ეგ ეხლა მაშინ თავიდან რო იყო. მე მინდა რომ უბრალოდ შევახსენოთ ერთმანეთს თუ ხალხს რაღაცა, რომ მათი ტაქტიკა რა არის? ძალიან კარგი რამე ახსენე ხა მედიის ინდიკატორია რა, ხო? ნახე.
მათი მიზანი არის რომ დამთავრებულად წარმოაჩინონ პროტესტი, მაშინაც კი როდესაც იყო პიკი, ამას აკეთებდნენ და ჯიუტადი მეორებდნენ რომ არ შედგა რაღაც მანტრასავით ისმოდა ეგ წინაზე ვთქვი წინა პოდკასტში შემდგარ ჯაჭუზე რომელზეც არ დაობს არავინ ჩემმა კოლეგამ იმედზე თქვა რომ არ შედგა ნუ ეს ისეთი ცხადი ტყუილი იყო რომ ხო და იმის თქმა მინდა რომ ვერ ვაკეთებ აიძულო რომ კადრი აწიოს მარსზე და გადაიღოს რომ ანუ ეგაც კი ანუ რაღაც პატარა გამარჯვებები არის რა მე ხა ცოტა ისე გამომდის შესაძლოა როგორც ამ პოზიციიდან არ უნდა ვლაპარაკობდე არ ვიცი რაღაც ესე ორგანიზატორის თითქოს პოზიციიდან და აქტივისტის, ну, ხო, მაგრამ ყველა აქტივისტები ვართ რა დღეს, ანუ ჩემი აქტივიზმი არის ეს, რომ ანუ რაღაცა პროტესტი ამბავი, გავაკეთეთ ჩვენი სივრცე, სადაც შეიძლება რომ ჩვენი აზრები ვთქვათ, ანუ თავს არ შევიზღუდავ და ვიტყვი მაგას, რომ ანუ ყოველდღიური რუტინა არის მნიშვნელოვანი და თუნდაც ის რომ გადაკეტილია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ ამდენი ადამიანი ჩანს იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ მოუწევს რომ ჯგუფი გამოუშვას პროდიუსერმა, იმიტომ რომ მანდ მე ეგ მუშაობს რამე რომ მოხდეს, აი რამე რომ მოხდეს ამბავში რომ ჯგუფი გამოუშვას და კადრი შეუვიდეს ეთერში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მაგ მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ რომ ჩაფარცხონ ამბავი რა. და მე ვიღაცას ვინც აი მერყეობს გაუჩნდეს განცდა რომ რა ვიცი ხა მაინც არაფერი არ ჩდება და ხა რატო მოვიკლა თავი რატო გავერჭო გარეთ ხო ხო ეგ არის ბოლოს კი რო წავიდეთ და რაღაცნაირად შევაჯამოთ მინდა რომ მარიამმა შეაჯამოს მაგრამ მეც ჩემი წელი რო ვთქვა არის რომ რა ვიცი არ მინდა მოწოდება პოლიტიკოსებზე არაფერი გვიქვას და ხო აი ეგ მარიამს კი თქვენ აი პერსონალურად პოლიტიკოსებისგან ხო ეგეც არის ბოლოს რა სტადიაზეც არის ეხლა ცოტა პოლიტიკური სპექტრი არის ერთი პრეზიდენტის წინააღმდეგობის პლატფორმაზე მეტი შევა ალბათ თანამშრომლობაში მეტი პოლიტიკოსი პერსონალურად ან გუნდთან ერთად ეგ არ ვიცით და ეგებ მე ველოდები რომ ეგებ რამე გეგმა ან რაღაცები დაიდოს არის გეგმა დაიდოს ტრაფალეტული რაღაცის თქმა არ მინდა რეალურად მაგრამ წინააღმდეგობის სისტემატურობა გვაჩვენონ იმიტომ რომ ალტერნატივის განცდა გააჩნია. ალტერნატივის მაგის მოლოდინი მაქვს და იმედია რომ ეგ იქნება. აქტივისტების საპროტესტო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია არის რომ რა ვიცი ჩემი მე რაც ვიცი ყოველ შემთხვევაში რომ ადგილობრივ არჩევნებს ჩვენ არ ვაღიარებთ, ანუ ადგილობრივ არჩევნების მიმართ ბოიკოტი არის, იმიტომ რომ რა არჩევნები წინ არჩევნები წაგვართვეს და ანუ რა სუსით ჩატარებული არჩევნები არ იქნება იგივე ცესკორო ჩატარებს ანუ იგივე ცესკოს ჩატარებული არჩევნებზე ჩვენ არ მივალთ უბრალოდ ანუ და პირიქით ჩემი აზრით მაქსიმალურად ხელს შევუშლით ანუ წინასწარი ანუ დესტრუქციულები ვიქნებით მის მიმართ ანუ იმას კი არ ვიძახი რომ გავიჯგიმებით და დავდგებით არჩევნებაზე მაგრამ გულისხმობ რომ ანუ ამის მიმართ ნულოვანი ნდობა გვექნება და უბრალოდ ხმას არ მივცემთ ვინც მიიღებს ოპოზიციური პარტიებიდან მათ გაუპროტესტებთ ჩვენ ვუთვლით მათ რომ არ მივიღონ მონაწილეობა თუ კიდე ფიქრობენ ჩემი პირადი პოზიციას და არა მარტო ხო ჩემი არის რომ ანუ ჯობია რომ ეგ არ ქნან იმიტომ რომ ჩვენ არ ვაღიარებთ მაგ არჩევნებს და არ აღიარების გარდა ვთქვათ სხვა ფორმით აპირებთ რომ აი იგივე ზურაც ცეცხლაძე ამბობდა რომ ჩვენ ანუ ჩვენზე მეტი მტერი არ ეყოლებათ ეგ ფრაზა და მოგწევდა ძალიან იმიტომ რომ ნუ ფორმაზე არ ვთქვათ ღალატი იქნება ხო და ანუ მაგით ვკითხულობ ხო ანუ ბოიკოტს უცხადებთ და წინასწარ დესტრუქციულ კამპანიას ვაწარმოებთ თუ მაგას აპირებენ ანუ მე რა ვიცი მე ალბათ მაგას ავირჩევდი ანუ იმას მართლა იმას არ ვიძახი რომ დავდგებით იმითი რაღაც ერთი კითხვა მაქვს კიდე აი რადგან ოპოზიციაზე ვსაუბრობთ ნახეთ რომ ვიღაცამ ჯარიმები გადაიხადა კომისიის ნაწილში და გირაო უბრალოდ და დარჩა გარეთ ნახეთ ერთი პრეცედენტი მინიმუმ ხო და სავარაუდოდ ეს ჩაეშვება უკვე მეორეც იქნება ხო ანუ აუ ერთი პირა მაგ სანამ გვიპასუხებ უბრალოდ რო არ თქვა არ შემიძლია იმიტომ რომ სპეციალურად ამ ჩაწერას ველოდებოდი რომ სტატუსი არ დავწერე რომ აქ მეთქვა რომ მე პატივს ვცემ იმ პოლიტიკოსის გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს, რომ არ ვაღიარებ პარლამენტს, არ ვაღიარებ, არ არსებობს ეს საგამოძიებო კომისია და მართლა თეატრულუკიანის პოდკასტად არის ქცეული. შესაბამისად, არ ვაღიარებ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც შეიძლება რომ ჩემი დაჭერა გამოიწვიოს და მე პატივს ვცემ იმ პოლიტიკოსის გადაწყვეტილებას, რომ მზად არის ჩაჯდეს ციხეში. ერთადერთ რამეს დავამატებ.
მე ვბრაზდები. და ეს არის მისი გადასაწყვეტი და მე სოლიდარობას უცხადებ ამ შემთხვევაში მოდი ვიტყვი ზურა ჯაფარიძის. მე ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ კარგია რომ ზურა ჩაჯდება ციხეში, იმიტომ რომ აი უფრო მეტი მუხტი წამოვა. ამაზე ვბრაზდები, იმიტომ რომ ჩვენ ამ მოცემულობაში ციხეში უკანონოდ გვყავს 54 ადამიანი და ერთით მეტი ადამიანი და ნაკლებს, ან მოწოდებას გულისხმობ და დანარჩენი ზურას გადასაწყვეტია. არის ჩემთვის ძალიან ამორალური. ხო, ანუ ვითხოვთ რომ ვიღაცა ჩაჯდეს ციხეში და საკუთარ თავს იმის ვალდებულებასაც არ ვუდგენთ რომ გავიდეთ აქციაზე. ხო, ანუ აქტიდან არ ამდგარ ხარ. ხო რა. პულტი არ გაგიშვია ხელიდან და მოდი ზურა შენ ჩაჯექი და ჩვენ უფრო გავბრაზდებით. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. დანარჩენი ხო ეს მითხოვდა რომ ერთი ადამიანის აქტი მეთქი, რაცაც ჩემი აზრით ზურაც რო ჩაჯდეს ციხეში, არ ნიშნავს რომ არანაირი გარანტია არ გვაქვს რომ საყოველთაო ბრაზი მოყვება მაგას. ანუ რას ნიშნავს ერთი ადამიანი არ ვიცი რა ისტორიულ იმებზე ანუ ერთი ადამიანმა რომ დაჯდეს და თავი დაიწვას მართლა ან რაღაც არანაირი და არაფერიც არ მოყვება. ანუ არ ნიშნავს რომ თან იყო ამას ან პირი ამოიკეროს და ამოიკერეს ჩვენ მათთან ამომემამულებმა პირი. ანუ ეს არანაირი გარანტიას არ გვაძლევს რომ უცებ ამას საყოველთაო ბრაზი მოყვება და რეჟიმს შევაშინებთ. ხო და რა ვალდებულებას აკისრებ ხა ზურა ჯაფარიძე იქნება თუ არ ვიცი გიორგი რომ იცი რა შენ ახლა ისქენი რა ქვია ეს გადაწყვეტილება ვერავინ ვერ უკარნახებს, იმიტომ რომ ერთი კაცის არანაირი ვის არ გვაქვს, ანუ უეჭველი რომ ეს მოყვება, არაფერი არ ვიცი და თან ეგება არ არის, ეგ გათვლა, ან ეგება არ უნდა, ანუ არ ვიცით, ანუ ჩვენ რა უნდა, ხო, ანუ ამ შემთხვევაში, ანუ აი ერთადერთი ის ვიცით, რომ მუდმივად ზურა ჯაფარიძე ყოველთვის იყო ცხად წინააღმდეგობაში და არ შედრეკის პოზიციაში და ანუ ვერ გამაგდებთ ამ ქვეყნიდანო იწახდა ყოველთვის ხო? როგორც არ უნდა ჯარიმები მიწეროთ და ტიტუშკები დამახვედროთ. ეს სიმტკიცე მილიონჯერ დაასტურა უკვე. ხო, თუმცა ჩვენ ნახეთ ოპოზიცია, რომელიც მაგალითად ერთხელ თქვა, რომ არ მივალ საგამოძიებო კომისიაზე, მე მივიდა. ანუ ეს აი ხო, ეგეთი საერთო პროცესის დამაზიანებელი პრეცედენტები არის რა, ანუ ერთ კომენტარს ვიტყვი კიდე რომ ანუ ჩვენ საერთო პროცესი დაზიანებული აქვთ ქართული ოცნების გუნდსაც უბრალოდ ისინი ერთმანეთზე არ ჭორავენ საჯაროდ და ერთმანეთს არ ამონათებენ რაღაცებზე შიგნით ჩხუბობენ და რა ვიცი მხრებს ატეხენ ერთმანეთს გავიგეთ ეს აქ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები, რომელსაც ჩვენი გამოხატვის თავისუფლებები და სურვილები გვაქვს და გაცილებით უფრო ცხადი და დაუნდობლები ვართ ამ პოზიციების საჯაროდ გაცხადებაში. რაც ხშირად არის ხოლმე ანუ ეს აქტივისტური დაპირისპირებები ან სხვადასხვა ანუ ვიღაცას ნაწყენია და ასე შემდეგ ეს პროცესები უბრალოდ ჩანს და პრინციპში, რა ვიცი, უნდა ჩანდეს კიდეც ალბათ, იმიტომ რომ ადამიანებს აქეთ ვინც არიან, აქვს ჭრელი ინტერესები, არც საჯაროობას ერიდებიან. არც საჯაროობას ერიდებიან. არც კიდე ერთხელ ვიმეორებ სხვაგან შეიძლება მითქოს რა ვიღაც ადამიანები არიან უნდათ რომ პოლიტიკური კარიერა ქონდეს უნდა ქონდეს ვიღაცას ეხა ვინც ქუჩაში დგას უნდა რომ პოლიტიკური იმიჯი შეიქმნას ვიღაცას უნდა რომ NGO-ში იმუშაოს ვიღაცას უნდა რომ ცნობილი გახდეს ვიღაცას უნდა რომ ანუ რაღაცები ყოველას რაღაცა უნდა ხო ზოგადად ხო და რავი გინდოდეთ ანუ არა პრობლემა მემარცხენეობა გინდა კი ბატონო კაცო არის ამისი შესაძლებლობა ანუ ყველა აქეთ ვინც არის სხვადასხვა ღირებულების პოლიტიკურად სხვადასხვა ღირებულების ადამიანი და რუსეთი არც ერთს არ უნდა. ეგ არის თავარი. ეს არის ხო და შეიძლება რომ ანუ ასე შევხედოთ ამ ყველაფერს რომ სინამდვილეში კონცეფტს უნდათ რომ დარჩნენ. და ჩვენ რუსეთი არ გვინდა და ხოლო კონცეფტს თუ რუსეთი უნდათ, უნდა წავიდნენ. აი ეს არის ანუ აი ეს ალგორითმი არის, სხვა ალგორითმი არა აქ ამას. კარგი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფერზე ლაპარაკი. პროტესტი არის უწყვეტი, ჩვენ ყველანი ვდგავართ ისევ რუსთაველზე, ხო ეს გამეცინა მაგრამ არაფერი არ მეშ სასაცილო და მგონია რომ რაღაც ისე მოხდება. გიხდება ნუი კომპლექსი. მე მეწერე ნუიცინიო და ხო და ვიცინოთ ყველაფრის მიუხედავად. ხო, ცოტა ამბავი დაგვრჩა, რის გამოც შეიძლება გაგვეცინოს. აბა რაზე გაგეცინათ ათო? დიდი მადლობა მარიამ რო გვესტუმრე ძალიან საინტერესო იყო შენთან ლაპარაკი და მარიამ ნოზაძე შევხვდებით მეორე ნაპირზე აუცილებლად მარიამ ნოზაძე იყო ჩვენი სტუმარი უყურებდით Red Lines გამოიწერეთ ჩვენი არხი გამოიწერეთ კიაფი მარიამოს ვლოგი და რა ვიცი და გააქტიურდით
გააქტიურდით ხო? 26-ში მოდით აქციაზე, 26-ში კი არა, ყველანი ყველაფერზე რაც იქნება აქცია, იქნება თუ რა ვიცი, ნებისმიერი აქტივობა, მოდით 26-ში. მაგას ცდილობს ყველა, რომ მრავალფეროვანი დემონსტრაცია, დემო, როგორც აჩვენოს რუსთაველზე. მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.